ქედის სათემო რადიო, შენი ამბავი, ჩვენი ეთერი. აქ ქედა ლაპარაკობს, შენ უსმენ ქედის ხმას. მოგესალმებით რადიო მსმენელებო, თქვენ უსმენთ სათემო რადიო ქედის ხმას, მე კი მისი წამყვანი მადონა ფალავანდიშვილი გახლავართ. დღეს ვსაუბრობთ პროექტზე, რომელსაც Arbeiter სამარიტელთა ბუნდი ახორციელებს საქართველოს სამარიტელთა კავშირთან ერთად. პროექტის დეტალებზე მოწვეული სტუმრები გვესაუბრებიან. დღეს ჩვენი სტუმარი არის თეონა ჯულუხაძე, პროგრამის მენეჯერი ASP საქართველოდან და ქალბატონი თამარ მინდაძე, საქართველოს სამარიტელთა კავშირის წარმომადგენელი. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა მონაწილეობის მიღებისთვის, აქ მობრძანებისთვის და დავიწყოთ უშუალოდ პროექტზე საუბარი, რას გულისხმობს ეს პროექტი. კი ბატონო, მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ორიოდე სიტყვით გეტყვით ჩვენი ორგანიზაციის შესახებაც. ეს არის ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე დიდი სოციალური კეთილდღეობის ორგანიზაცია, რომელიც გერმანიაში 1888 წელს დაარსდა, საქართველოში 92-97 წლებში იყო აქტიური და ძირითადად ჰუმანიტარული დახმარების მისიით. უკვე მოგვიანებით 2010 წელს ხელმეორედ გაიხსნა ოფისი საქართველოში და უკვე ამ 2010 წლიდან მოყოლებული დღემდე აქტიურად მუშაობთ სამი ძირითადი მიმართულებით. ეს გახლავთ ჰუმანიტარული რეაგირება, სოციალურ-ეკონომიკური განვითარება და მედეგობის გაძლიერება. ეს ზოგადად რაც შეეხება ჩვენს ორგანიზაციას, ახლა უკვე უშუალოდ იმ პროექტის ირგვლივ ვისაუბრებ, რომელიც ავსტრიის რესპუბლიკის მიერ არის დაფინანსებული და პროექტის სახელწოდება გახლავთ უთანასწორობის შემცირება და კრიზისში მყოფ ქალთა მხარდაჭერის გაძლიერება და პროექტი მიზნად ისახავს სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერით კრიზისში მყოფი ქალების და გოგონების გაძლიერებას. რეალურად ჩვენ გვაქვს ორი, ისე ვთქვათ, ძირითადი საკონსულტაციო ცენტრი გახსნილი, ერთი გახლავთ ბათუმში და მეორე უკვე სამეგრელოს რეგიონში, კერძოდ ზუგდიდში. ამ დეტალებთან დაკავშირებით ჩემი კოლეგა ისაუბრებს უკვე რა კონკრეტულ, ისე ვთქვათ, სერვისებს ვაწვდით ჩვენს ბენეფიციარებს. თუმცა მე ზოგადად მიმოვიხილავ პროექტის სტრუქტურას, რომ წარმოდგენა შეგიქმნათ, რას ვაკეთებთ საერთოდ ამ მიმართულებით. აღნიშნული ცენტრების გარდა რეალურად ტარდება შესაძლებლობების გაძლიერების ტრენინგები ჩვენი ბენეფიციარებისთვის. კონკრეტულად ქედაზე თუ ვისაუბრებთ, მაგალითად სულ ახლახანს დატრენინგდა 11 ქალბატონი. ეს იყო ძალიან ისეთი მიზანმიმართული ტრენინგი, რითაც რეალურად დავეხმარეთ ბენეფიციარებს იმ შესაძლებლობების და უნარების გამომუშავებაში, რომლითაც რეალურად გაუმარტივდებათ, ასე ვთქვათ, შრომის ბაზარზე გასვლა და თუნდაც სამსახურის მოძიება და შემდეგ შრომის ბაზარზე გასვლა. მე მინდა ასეთი შეკითხვა დაგისვათ, კონკრეტულად რატომ გადაწყვიტეთ ამ თემაზე მუშაობა? კი ბატონო, არსებობს კვლევები, რომლითაც დასტურდება, რომ საქართველოში ძალადობის, ასე ვთქვათ, კუთხით საკმაოდ მაღალი არის პროცენტი და რეალურად ეს რეგიონები, რომელშიც მუშაობთ, ეს გახლავთ აჭარის, სამეგრელოს და გურიის რეგიონი და აქვე აღნიშნავ, რომ ვფარავთ ყველა მუნიციპალიტეტს რეალურად, ესე გამორჩეულად არ არის მუნიციპალიტეტები, მაქსიმალურად თანამშრომლობთ ყველასთან, რომ ხმა მივაწვდინოთ და დავეხმაროთ კრიზისში მყოფ ქალებს. რეალურად საჭიროება გამოიკვეთა ამ კვლევების საფუძველზე, რომელიც საკმაოდ, როგორც გითხარით, მაღალი პროცენტულობით გამოირჩევა და პლუს ამას ეს არის ის მოწყვლადი ჯგუფი, რომელსაც უფრო მეტად სჭირდება, ასე ვთქვათ, დახმარება, იგივე რასაც ვსაუბრობთ, ვთქვათ, აქტივობების თვალსაზრისით პროექტის, რომ გარკვეული უნარების გამომუშავებაში დავეხმაროთ, ასევე გვაქვს პროფესიული გადამზადების კუთხით კომპონენტი, რომელზეც რა თქმა უნდა ვისაუბრებ, თუმცა ეს მთელი პროექტი აწყობილი არის საჭიროებებზე იმ ქალბატონების და იმ გოგონების, რომლებიც კრიზისში იმყოფებიან. და მიმართული არის იქითკენ, რომ რაღაცნაირად ეკონომიკური დამოუკიდებლობაც მოიპოვოს. კი ბატონო, უზრუნველყოთ, ანუ შესაძლებლობები გავაძლიეროთ იმისთვის, რომ მეტი, ასე ვთქვათ, საშუალება ქონდეთ ეკონომიკურად დამოუკიდებლად გააგრძელონ ცხოვრება.
კი ბატონო, ეხლა მაინტერესებს ხარს ვინ უჭერს ფინანსურად, დასაწყისშიც კი ვთქვით, მაგრამ უფრო ვრცლად რომ ვისაუბროთ ამ თემაზე. კი ბატონო, როგორც გითხარით, ეს არის ავსტრიის სახელმწიფოს დაფინანსებით მიმდინარე პროექტი. ამ პროექტს Arbeiter Samariter Bundi ახორციელებს, თუმცა საქართველოს სამარიტელთა კავშირი არის ჩვენი ძირითადი პარტნიორი, რომელიც ჩართული არის ძალიან ბევრ კომპონენტში ამ პროექტის და როგორც თავში აღნიშნე, სერვისების ნაწილი, რომელიც ჩვენი ბენეფიციარებისთვის არის ხელმისაწვდომი, ამაზე უკვე თამარ მინდაძე ისაუბრებს დეტალურად, რას გულისხმობს ეს სერვისები. ნუ მე ჩემი მხრიდან პროექტის სხვა კომპონენტებზე გავაკეთებ აქცენტს. კი ბატონო, მაშინ კაბატონო თამარ თქვენ გისმენთ? პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ რეგიონები შერჩეულია, რა თქმა უნდა, კვლევის შედეგად. აი ამ სამ რეგიონში გამოვლინდა ყველაზე მეტი საჭიროება და შეიქმნა ორი საკონსულტაციო ცენტრი, რომელიც ფარავს სამ რეგიონს. ეს არის აჭარა, გურია და სამეგრელო, ყველა მუნიციპალიტეტს, შეძლებს დაგვარად უბრალოდ ცენტრი ემსახურება ყველა მუნიციპალიტეტს და რა თქმა უნდა აქტივობები შეიძლება არ იყოს თანაბრად გადანაწილებული, თუმცა აღნიშნავ, რომ ქედის მუნიციპალიტეტის საკმაოდ აქტიურად არის ამ მიმართულებით ჩართული. როგორც თეომაღნიშნა 11 ადამიანი არის უკვე გადამზადებული და ნახოთ ახლა მეორე ეტაპი, რომელიც პროფესიულ გადამზადებას შეეხება, აქ როგორ და იმედი გვაქვს, რომ აქ ძალიან კარგი აქტიურობა იქნება ამ მხრივადაც. სხვა მხრივ სერვისებში დასაქმებული არიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, ანუ ეს არიან ის ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ პირველადი დახმარება გაუწიონ კრეშმყოფ ქალებს. ეს არის ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი და იურისტი. ცენტრებში სერვისის მიღება არის უფასო, რა თქმა უნდა. ეს არ არის გრძელვადიანი სერვისი, სამწუხაროდ ამისი საშუალება არ აქვს. პროექტი გულისხმობს მხოლოდ პირველად კონსულტაციას. რაც შეიძლება არ იყოს ერთჯერადი, იყოს მრავალჯერადი, მაგრამ არის უფრო კონსულტაციის ტიპის, ვიდრე მაგალითად თერაპიის ან ადვოკატირების. ცენტრს აქვს სამი მიმართულებით ვაწვდით ამ სერვისს. ერთი არის, რომ ადამიანებს შეუძლიათ მოვიდნენ ჩვენთან ცენტრში და ცენტრში მიიღონ აღნიშნული მომსახურება. მეორე ეს არის, როდესაც ადამიანი ვერ ახერხებს ცენტრში მოსვლას, ან შორს არის, ან უბრალოდ არ შეუძლია გამოსვლა, მაშინ ჩვენი თანამშრომლები ადგილზე მიდიან და უწევენ ადგილზე ამ მომსახურებას. და მესამე ეს არის ცხელი ხაზის სახით, როდესაც შეუძლიათ ტელეფონით დაგვიკავშირდნენ და აი აქ სატელეფონო მომსახურება მიიღონ. მომსახურება, როგორც აღნიშნე, გულისხმობს კონსულტაციებსაც და რეფერირებასაც. ანუ ჩვენ ვაწვდით ინფორმაციასაც, რაც შეუძლიათ მიიღონ მათ ხელმისაწვდომი სერვისები, რა თქმა უნდა, პრიორიტეტულად ვანიჭებთ უფასო სერვისებს, ანუ სახელმწიფო სერვისებს, თუმცა ან თუ არის არასახელმწიფო, ასევე ვაწვით ამ ინფორმაციას და ვეხმარებით, რომ გაერკვნენ თავიანთ უფლებებში. ყველა მუნიციპალიტეტს აქვს მსგავსი სერვისები, თუმცა ზოგადად განსხვავებულია და ამიტომ საჭიროა, რომ ინფორმაცია იყოს კონკრეტულად, მაგალითად, ქედის ბენეფიციარზე მიწვეული მისი პირველ რიგში მისი მუნიციპალიტეტი რა სერვისებს აწვდის. თუმცა ასევე ვინაიდან თემა არის ძალიან სენსიტიური, ხშირად შეიძლება იყოს ისეთი, რომ აი თუნდაც თქვათ ადამიანი, რომელიც არის ქედიდან, არ სურდეს მომსახურების მიღება ან იდენტიფიცირება. ამიტომ
ჩვენ საშუალება გვაქვს რომ ადამიანმა მიიღოს მომსახურება თუნდაც სამეგრელოში ან ბათუმში ან ნებისმიერ სხვა მუნიციპალიტეტში სადაც ის უფრო მშვიდად იგრძნობს თავს თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი მომსახურება არის ანონიმური და ყველა ინფორმაცია არის დაცული. ხო, იმიტომ რომ ქალები ხა ხშირად ჩემს ირგვლივ რომ ვუყურებ, არიან ბევრი კრიზისში მყოფი, რაღაცა შეიძლება ძალადობის მსხვერპლი, მაგრამ არ სურთ ასეთ იდენტიფიცირება და მისი პრობლემის შეიძლება სააშკაროზე გამოტანა. რატომღაც ნდობის ამბავის მნიშვნელოვანია და მიხარია რომ ასე არის. წარმოუდგენელია პროექტები მაგის გარეშე იყოს. ეხლა მაინტერესებს ქალების ჩართულობა. თქვენ თქვით რომ 11 ადამიანი არის ქედიდან და აქვე მინდა დავამატო ისიც რომ ჩვენი ორგანიზაცია ბათუმის ცენტრს ქალბატონ მაია ჯაშს თანამშრომლობთ და ამ მიმართულებით ჩვენც გვიხარია რომ მონაწილეობას ვხებულობთ. აი ქალების ჩართულობა 11 მესმის რომ არის. კი, იცით რა არის თვითონ პროექტში რაც არის ინოვაციური ჩვენი რეგიონი, ანუ საქართველოსთვის და ამ რეგიონებისთვის ეს არის რომ პროექტი თვალისწინებს თვითდახმარების ჯგუფების შექმნას. ეს ჯგუფები არის აბსოლუტურად მოხალისეობრივ საწყისებზე და ეს მნიშვნელოვანია, რადგან თვითონ ადგილობრივი ადამიანები, ანუ ადამიანები, რომლებიც სურთ რომ შეცვალონ, სურთ რომ რაღაცა თავის ხმა მიაწვდინონ, დაარღვიონ სტიგმა, აი ამ ადამიანების გადამზადებით, ამ ადამიანებს ჩაუტარდათ ორდღიანი ტრენინგი. ერთი არის როგორ გაუწიონ პირველადი ფსიქოლოგიურ დახმარება ადამიანს და მეორე ეს არის უკეთესად გაერკვნენ და გაერკვიონ რა არის ძალადობა, რა სახის ძალადობა არსებობს, როგორი არის კანონმდებლობა საქართველოში ამ ძალადობის განხრით, რისი უფლებები აქვთ ბენეფიციარებს, რისი შეზღუდვა აქვს ჩვენ თვითდახმარების ჯგუფის წევრებს, სადამდე შეუძლიათ იაქტიურონ და სად გადის ზღვარი. ამ ხრივადაც ქედაში ასევე არის საკმაოდ აქტიური მზაობა, არიან ქალები, ვინც გამოთქვა სურვილი ჩაერთონ ჯგუფში, არის ერთი ჯგუფი, რომელიც ასევე აქტიურად მუშაობს, ეს არ არის მხოლოდ რომ გადამზადდნენ და მიიღეს ინფორმაცია, ჩვენ თანამშრომლები ბათუმის ცენტრში ახდენენ ყოველთვიურ შეხვედრას მათთან და ხდება ინფორმაციის გაცვლა, ზოგ შემთხვევაში სადაც საჭირო ვართ მიდიან ადგილზე ეხმარებიან, ასევე ეს ადამიანები აწვდიან ინფორმაციას მათ თანასოფლელებს და ეს პრინციპიც აგებულია ზუსტად ნდობაზე. იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტიც ძალიან ბევრ ამას აკეთებს, ასევე დარწმუნებული ვარ, ჩვენ არ ვართ პირველი არასამთავრობო ორგანიზაციები, ვინც ამ განხრით მუშაობთ, ეს მაინც რაღაცა ითვლება, რომ გარე ხარდაჭერა არის და როდესაც შენ ყავს ადამიანი შენს გვერდით, შენს თემში, შენს სამეზობლოდ, რომელიც ერკვევა იცის და სურვილი აქვს, რომ სწორად დაგეხმაროს, ანუ სწორი ინფორმაცია მოგაწოდოს, აქ უფრო მეტია ნდობის ფაქტორი. იმიტომ რომ თვითონ სტიგმა, რაც აქვს ამ საკითხს, ეს არ არის მარტო ის, რომ გავჩუმდე ან ვთქვა, რომ აი ძალადობს, იმიტომ რომ უყვარო არა. ეს სტიგმა სამწუხაროდ ჩვენ რეგიონში არის ასევე ძალიან მძაფრად რას იტყვიან, მეზობელი რას იტყვის, ნათესავი რას იტყვის და როდესაც აი ამ სტიგმას არ ღვევ, მნიშვნელოვანია რომ ყავდეს მხარდამჭერი შენს სამეზობლოდ, შენს გვერდით. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ნებისმიერ პროექტს აქვს დასაწყისი, ნებისმიერ პროექტს აქვს ბოლო, რამდენიც უნდა გავაგრძელო და რამდენი წლიანიც არ უნდა იყოს. და ამ შემთხვევაში აი მდგრადობის კუთხით, აი ესეთი ქალბატონები ჩართულები არიან ეს ქალები აი ამ
მოხალისეობრივ საწყისებზე ეს არის მუდმივი. დიახ. და მათ სურვილზე და მათ мотиваციაზე არის აგებული, რომელიც თვითონაც გადასცემს სხვა საწესის ინფორმაციას და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აი ეს კომპონენტი ამ პროექტის. კი ბატონო, და ამ ქალებს ეხლა ჩვენ გქონდა შეხება ამ პროექტის ფარგლებში, აქვე ხდებოდით. აი გათავისებული აქვთ, რომ მათზეა პასუხისმგებლობა ეს პროექტი რომ დასრულდება იმ გრადობის ნაწილში, სწორად აღნიშნეთ. თან ეს არის მოხალისეობრივ საწყისებზე, რაც ძალიან ბევრს ნიშნავს რეალურად, რომ ამ ყველაფრის ფონზე ჩართულობა გვაქვს. კი ბატონო, და თქვენ ასევე თქვით, რომ ეს მოხალისეთა ჯგუფი გადამზადებულია როგორ გაუწიოს პირველად ფსიქოლოგიური დახმარება. ეგეც დიდი ფუფუნებაა, როცა ასეთ პირობებში დაგატრენინგებენ, გასწავლიან და მე ვალდებული ხარ ერთგვარად, რომ სხვებს დაეხმარო და ეს ცოდნა სხვებსაც გადასცე და გამოიყენო. ეხლა მაინტერესებს რამე ხილული შედეგები თუ გაქვთ. სადმე თუ მოხდა ცვლილებები? ხილული შედეგების თვალსაზრისით ალბათ ვიტყვი, რომ აი ეს რაც თამარმა აღნიშნა რეალურად თვითდახმარების ჯგუფების ასე ვთქვათ უკვე არსებობა და მდგრადობა და მათი ასე ვთქვათ ყოველთვიური ინტენსიური შეხვედრები მათთან ხო ალბათ ეს არის მდგრადობის კომპონენტი, რომელიც სამომავლოდ პროექტის დასრულების შემდეგ შედეგს უზრუნველყოფს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში თემის დონეზე. მეორეს მხრივ თუ თქვათ რაოდენობებზე ვისაუბრებთ, მაგალითად უნარების ტრენინგების თვალსაზრისით უკვე 90 ქალია გადამზადებული ამ პროექტის ფარგლებში. უკავშირი გვაქვს ძალიან საინტერესო ამ ტრენინგების შემდეგ, ყველა კმაყოფილია იმ რაღაცნაირად ცნობიერების ცვლილებით მეტნაკლებად, რომელიც მოხდა და მიღებული ცოდნით და იმ უნარებით, რომელიც ამ ტრენინგის დროს არა მარტო თეორიული იყო, არამედ პრაქტიკულიც. და ასევე იგეგმება და ნაწილობრივ უკვე ასე ვთქვათ განხორციელებულია, იმიტომ რომ 75 ქალის გადამზადება პროფესიული უკვე კუთხით, რაც გულისხმობს, რომ ღია გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში მივიღეთ განაცხადები, სადაც ქალები აფიქსირებდნენ რეალურად იმ ასე ვთქვათ კონკრეტული პროფესიის კუთხით გადამზადებას, რომელშიც ხედავენ საკუთარ თავს და საკუთარ მომავალს, თუნდაც ეკონომიკური თვალსაზრისით. ჩვენ მიღებული თითქმის 150 განაცხადიდან ამ ეტაპზე შევარჩიეთ მხოლოდ 44 განაცხადი, რომელიც საბოლოოდ მიიღებს ამ ასე ვთქვათ პროფესიულ სერვისს. და კიდევ ერთხელ გამოვაცხადეთ კონკურსი, ეს კარგი საშუალებაა ხა თქვენი რადიოს საშუალებით, რომ გავაჟღეროთ და ეს ინფორმაცია მივიდეს ყველა პოტენციურ ასე ვთქვათ დაინტერესებულ ქალთან. აქვე ვიტყვი, რომ ჩვენი ბენეფიციარები პრინციპში არიან ძალადობის მსხვერპლი ქალები, დევნილები, კრიზისში მყოფი ქალები, მიგრანტები, ანუ საკმაოდ ისეთი ფართო არის სპექტრი, ვისაც შეუძლია ამ კონკურსში მონაწილეობის მიღება. ასე რომ თქვენი რადიოს საშუალებით მიმართავ ყველა დაინტერესებულ ქალს, შეავსეთ განაცხადი. ეს შეგიძლიათ ონლაინ რეჟიმშიც გააკეთოთ. ოფიციალურად განაცხადი განთავსებულია jobs.g პლატფორმაზე და ასევე ჩვენს ოფისებში შეგიძლიათ მიბრძანდეთ და იქ უკვე ადგილზე ჩვენი კოლეგები ადგილზე დაეხმარებიან, რომ ეს განაცხადი შეივსოს სრულყოფილად და შემდეგ ეტაპზე უკვე მოხდება ასე ვთქვათ გადარჩევა ამ ქალების კომისიის მიერ, რათა იმ 75 ქალში აღმოჩნდნენ და შესაბამისად მათ მიიღონ პროფესიული განათლება. ამ კუთხით ჯერჯერობით შერჩეული 44 ქალიდან ძირითადად მოთხოვნა არის ამასაც დავაზუსტებ სტილისტობაზე, ვიზაჟისტობაზე, ანუ ძალიან პრაქტიკულ და შემოსავლიან პროფესიებზე, რომელიც ხო რაღაცნაირად ესეთი პირველი ნაბიჯია ალბათ ამ ქალებისთვის, რომ აი გარემოდან გამოვიდნენ თუ ვინც უკვე გამოსულია ფეხზე დადგნენ ეკონომიკურად, ასე რომ ჩვენი მხრიდან მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სწორად შეირჩნენ ასევე სერვისის მომწოდებლები ამ თვალსაზრისითაც, მაქსიმალურად მორგებული გრაფიკი იყოს, თქვათ, დაინტერესებული შერჩეული ქალებისთვის, რომ ვიღაცას პატარა ბავშვი ყავს, ვიღაცას სახლში ოჯახის წევრები, რომელსაც ესე მარტივად ვერ ტოვებენ, ამიტომ ჩვენც ამ მხრივ მაქსიმალურად კომფორტულ გარემოს ვქმნით მათთვის, რომ
მოერგონ და რაც თავარია საბოლოო შედეგზე ყველანი ერთად გავიდეთ, რომ ეს თავარი ეკონომიკური გაძლიერება რაც გვაქვს ქალების ამ კუთხით მაქსიმალურად დავეხმაროთ. ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ და მნიშვნელოვანია თქვენი როლი ამ მიმართულებით. პრინციპში ამით დავამთავრეთ, იმიტომ რომ ისეთი კითხვები მქონდა, რაზეც პასუხობდით. თუ შეიძლება გავახშერებ ჩვენი ცენტრის მისამართს და ტელეფონის ნომერს, რომ ქალებს რომელსაც აინტერესებთ აი ამ პროფესიულ გადამზადების კონკურსში მონაწილეობა, ასევე სურთ სერვისის მიღება, ან უბრალოდ კონსულტაციები ამისთვის მაინც კიდევ ერთხელ გავაჩხეროთ ალბათ. კი, კარგი იქნება. კი ბატონო. მოკლედ ჩვენი როგორც აღნიშნეთ ცენტრები გვაქვს ბათუმში და ზუგდიდში. თუმცა ეს ორივე ცენტრი ემსახურება გურიის რეგიონს. ბათუმის ცენტრის მისამართი არის ლუკა ასათიანის 127 და ტელეფონი 591 10 33 05. ზუგდიდის მისამართი არის ივლიანე თოდუას ქუჩა ნომერი 7 591 10 33 ჩვენი თანამშრომლები მზად არიან, რომ ნებისმიერი სახის დახმარება გაუწიონ ქალებს განსაკუთრებით სარეგისტრაციო ფორმის შევსებაზე, იმიტომ რომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება რამდენად სწორედ არის შევსებული და რამდენად მოტივაცია ჩანს ამ ქალის და ამიტომ თუ ოდნავ-მაინც ეჭვგეპარებათ რომ ვერ ავსებთ სწორად, ძალიან გთხოვთ დაუკავშირდით, იმიტომ რომ ნამდვილად მნიშვნელოვანია ჩვენთვის რომ ეს სერვისი მიიღოს მან, ვისაც რეალურად სჭირდება და შეძლებს შემდგომ გამოყენებას და აქვე დავამატებდი რომ ტრენინგის ბოლოს, ანუ გადამზადების ბოლოს მათ შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მცირედი აღჭურვილობა იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც გადამზადდებიან და ასე ვთქვათ, უფრო მარტივად დაიწყონ თავიანთი საქმიანობა და მალევე. ძალიან კარგ ამბებს მიყვებით. ემოციებში ვარ და მიხარია, წარმატებებს კი სურვებთ. აქვე მინდა დავამატო, რომ ჩვენაირი რადიო არსებობს სენაკშიც. სენაკის ხმა ქვია, რომელიც ზუგდიდის სამეგრელო ზემოსვანეთის რეგიონში მუშაობს და იქაც შეიძლება რომ მსგავსი თემატიკა გავაჟღეროთ მიმოშალოში რადიოში ათინათის საშუალებით გავაჟღერეთ უკვე ეს ინფორმაცია, თუმცა ძალიან დიდი მადლობა ამ ინფორმაციისთვის და აუცილებლად თქვენს კოლეგებს ასე ვთქვათ შევხვდებით და ამ ინფორმაციას და წარმატებებს გისურვებთ ჩვენი ორგანიზაციის მხრიდან. შეიძლება ითქვას, რომ ქედაში ერთ-ერთი მხარდამჭერი გყავთ. დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ. მადლობა.